Ben Kingsley, Ethan Hawke, Christopher Lambert, Hollywoodis ეს ვარსკვლავები გაზაფხულისთვის შესაძლოა საქართველოში შეიკრიბონ. მიზეზი თქმულებაა ეპიკა, რომელიც ალბათ ჩვენს ქვეყანაში უნდა განვითარდეს. ვარძია დავით გარეჯი რომანოვების რეზიდენცია ლიკანში. ეს ის ადგილებია, სადაც საავტორო კინოს ერთმა ოსტატმა თავისი სურრეალისტური სამყარო დაინახა. მე პაվել პავლიკოვსკი ვარ, რეჟისორი. მაიკი და სემი ჩემი პროდიუსერები არიან. ფილმს ვიღებ საქართველოში, იმიტომ ჩამოვედი, რომ გადასაღები ადგილები შევარჩიო. ცოტა დრო მაქვს და უამრავი საქმე. გათენდა და რეჟისორმა და პროდიუსერებმა გილადიანი და საქართველოს გათვალიერება თბილისიდან და ეროვნული მუზეუმიდან დაიწყეს. ფილმს ეპიკური ერქმევა. ჩვენ ვცდილობთ არარსებული ქვეყანა შექმნას. არ იქნება დაკონკრეტებული სად ხდება მოქმედება. ფილმისთვის მუზეუმი გჭირდება ექსპონატების გარეშე. გვინდა საკმაოდ უცნაური გარემო შექმნათ, სადაც კონტურები არ იქნება გამოკვეთილი. ფილმში Ethan Hawke, Sir Ben Kingsley და Christopher Lambert ითამაშებენ. დაახლოებით რამდენი ხანი არჩევთ გადასაღებ ადგილს? წლები, მაგრამ ახლა არ დამჭირდება ამდენი დრო. ეს მრგვალები რა არის? გაზი? რა საინტერესოა? გამიხარდა რომ ჩამოხვედი ჩვენს ქვეყანაში, თაკომ მომიყვა უკვე ყველაფერი თქვენ შესახებ. აქ მესამედ ხართ, ხომ? ძალიან კარგი მსახიობები გყავთ არჩეული, მაგალითად Ben Kingsley ჩემი საყვარელი მსახიობია. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ჩვენთვისაც, განსაკუთრებით კი ჩვენი სტუდენტებისთვის. ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას. დეტალები უკვე გარკვეულია და ხვალ დილიდან იწყება უკვე საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა. პოლონელი ვარ წარმოშობით. 14 წლის ვიყავი, როცა ინგლისში გადავედით საცხოვრებლად. ოქსფორდში ვსწავლობდი ლიტერატურას, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან მოსაწყენი იყო და ფილმების გადაღება დავიწყე. ყველაზე წარმატებული იყო ჩემი სიყვარულის ზაფხული და ქალი 50 წლის ასაკში. თუმცა მე ჩემი დოკუმენტურები უფრო მომწონს. Mona, I'm Tamsin. პაվել პავლიკოვსკის ძალიან მოსწონს ასეთი ძველი სტილი, განსაკუთრებით უცხო იყო მისთვის ეს ჭერი. შვენიერია, გარედან სულ სხვანაირი იყო. წყალი გასაგებია. ტუბო რა არის ნეტა? Christopher Lambert-ის აპარტამენტი იქნება ამ ოთახში. ის იქნება მოწვეული სტუმარი ფილმში და საკუთარ თავს ითამაშებს. ნივასა და Land Rover შორის რა განსხვავებაა? ნივა დაახლოებით აი რუსული Land Rover-ია. ესეც რომანოვების სასახლე. ვერ ხვდები როგორი სტილია. სანამ ჩამოვიდოდი, ფოტოები ვნახე და ძალიან მომეწონა. ძალიან ცივა თოვლია, არ იყო მომზადებული, არ აქვს ხელთათმანები, ქუდი, მაგრამ მაინც მუშაობს და დადის ამ თოლში, რომ ყველა ფოტო გადაიღოს, რაც მას სჭირდება. რას ვფიქრებდი, რომ ნოემბერში აქ თოვლი დამხვდებოდა? აი გადამიღე, იქნება ჩავარდე, თორემ რეპორტაჟში დრამა არ გექნება. დავდივარ და მხოლოდ ფოტოებს ვიღებ. ვერს მუშაობ, რა ვქნა. კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, როდესაც დოკუმენტური ფილმი ვაცლავ ჰაველზე გადავიღე. მაშინ დისიდენტი იყო და როცა ფილმი დავამთავრე, დაიჭირეს. ეს ფილმი კი სრულიად განსხვავებული იქნება, რაღაც გროტესკული. Ethan Hawke იქნება რეჟისორი, რომელსაც ამ არარსებული ქვეყნის პრეზიდენტი Sir Ben Kingsley მოიწვევს. მსახიობებს ძალიან მოეწონათ სცენარი და მზად არიან სამუშაოდ. ვარძია. Great. რა ლამაზია რა, რაღაცა ბიბლიურია. რენესანსის ეპოქის ნახატს გავს. But it's how you access. ლამაზი კი არის, მაგრამ გადაღების დროს როგორ უნდა მიუდგეთ მოსაფიქრებელია. მსახიობებს მოუწევთ ბევრი სიარული. რა უნდა ვთქვა ჩემს პროდიუსერებზე? აქ ყველაფერს ვერ გეტყვით. ისეთი ჩასავარდნი ადგილია აქედან. Michaels ძალიან უყვარს მოგზაურობა. ყველაფერს ათვალიერებს და ამავე დროს ხარჯებს ზედმიწევნით ითვლის.
Great in Georgia. საქართველოში ნახევარ დღეში შეიძლება თოვლიდან უდაბნოში აღმოჩნდე. ისე სწრაფად ხდება ყველაფერი, კარგად უნდა დავფიქრდე, თორემ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. შესანიშნავი პირობები აქვს ფილმის გადასაღებად. Very warmly by საქართველოში კინოცენტრთან ვითანამშრომლებთ. Georgian Film Commission who've been გადაღებას გაზაფხულზე ვაპირებთ. there to help me. No, no. No, you have a moment. აი ახლა მართლა გაქვთ რეპორტაჟისთვის სასაცილო მომენტი. ეს რა არის? ნატრის ხე? მოდი მე ჩავიფიქრებ. No. ნაჭერი რომ არ მაქვს არა უშავს? Yes. გონი არა. რა ჩაიფიქრეთ? I'm wishing something quietly, otherwise it's... მამაღლა არ ვიტყვი რომ ამისრულდეს. Oh, I wished it. It's good.